გაიგეთ მსოფლიოში, სადაც ტემპერატურები უკიდურეს დონემდე ეცემა, სადაც ქარი უსამართლოდ უბერავს და სადაც გადარჩენა ყოველდღიური გამოწვევაა. ამ მოუწყობელ სცენაროში პატარა და ჭკვიანი მტაცებელი გადის დიდ თოვლში საჭმლის საძიებლად. ჩვენ ვსაუბრობთ საოცარ არქტიკულ ძალზე, ერთ-ერთი ყველაზე ადაპტირებული ცხოველი პლანეტის ყველაზე მკაცრ პირობებში. მაგრამ როგორ გადარჩება ეს ცხოველი ერთ-ერთ ყველაზე ცივ ადგილას დედამიწაზე? როგორ შეუძლია მას საკვების მოძიება ასეთ სასტიკ გარემოში? დარჩით ამ ვიდეოს ბოლომდე, რადგან არქტიკური ძაღლის ისტორია სავსეა სიურპრიზებითა და იმპრესიული ადაპტაციებით, რომლებიც გაგაოცებთ. პირველი რამ, რაც არქტიკულ ძაღლზე მიიქცევს ყურადღებას, მისი ბეწვია. ზამთარში მას აქვს ბეწვის თეთრი, უნაკლო საფარი, რომელიც არა მხოლოდ უკიდურესად ლამაზია, არამედ მნიშვნელოვანია მისი ძირითადი ფუნქციისთვის, კამუფლაჟი. იმ გარემოში, სადაც ყველაფერი დაფარულია თოვლით, ძაღლს უნდა გაერღვიოს და დაიმალოს, რათა დაექცა მტაცებლებს, როგორიცაა პოლარული დათვები და მგლები და ასევე გახდეს ოსტატი მტაცებელი. მაგრამ ყველაზე გამორჩეული ის არის, რომ ეს ბეწვი იცვლება სეზონების მიხედვით. ზაფხულში, როდესაც თოვლი დნება და გამოჩნდება მიწა ყავისფერ და ნაცრისფერ ტონებში, მისი ბეწვი ასევე იცვლება, რათა ადაპტირდეს ახალ გარემოს. ეს თითქოს ძაღლი იცვლის ჩაცმულობას, რომ დარჩეს უხილავი. მაგრამ არქტიკური ძაღლის ბეწვი მხოლოდ კამუფლაჟისთვის არ არის საჭირო. ეს არის მისი გადარჩენის გასაღები უკიდურეს სიცივეში. მისი ბეწვი სიმკვრივეა და მოქმედებს როგორც ძლიერი თერმული იზოლაციაც, რომელიც აძლევს სხეულს სითბოს მაშინაც კი, როცა ტემპერატურა ეცემა 50 იქნემდე. და ეს არ არის მხოლოდ ეს. მისი ფეხები დაფარულია თეთრ ბეწვებით, რომლებიც ნამდვილად არიან ყინულის ფეხსაცმელი, რომლებიც იცავს გაკინული მიწის სიცივისგან. ახლა კი დაფიქრდით, როგორ შეუძლია ასეთი პატარა ცხოველს მიაგნოს საკვები გარემოში, სადაც თითქმის არაფერი იზრდება. პასუხი მისი საოცარი სმენა მდგომარეობს. არქტიკური ძაღლი შეუძლია უსმინოს მცირე ძუძუმწოვრებს, რომლებიც მოძრაობენ თოვლის ქვეშ. ის შეიძლება გამოიცნოს ყველაზე პატარა ხმა და როცა მოძიებს მსხვერპლს, ჰაერში ხტება და თავით იყურება თოვლში, რათა დაიჭიროს. ეს ტექნიკა იმდენად ეფექტურია, რომ არქტიკული ძაღლი იშვიათად შეცდება მიზანში. მაგრამ მისი დიეტა არ შემოიფარგლება მხოლოდ ძუძუმწოვრებით. ის ასევე ჭამს ფრინველებს, კვერცხებს, თევზებს და მათ შორის უფრო დიდ ცხოველებს, რომლებიც დარჩნენ მტაცებლების, როგორიცაა პოლარული დათვები. საუბრის დროს გადარჩენაზე, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე არქტიკაში საკმარისი საკვების მოძიებაა. ამიტომ არქტიკული ძაღლი სპეციალისტია ცხიმის დაგროვებაში საკვების ნაკლებობის პერიოდისთვის. უფრო ობანდენ თვეებში ის ჭამს მაქსიმალურად, აგროვებს ცხიმის ფენას, რომელიც ემსახურება როგორც ენერგიის მარაგი. გარდა ამისა, მას აქვს რუკა საკვების დამარხვის, რათა შემდეგში ჭამოს. ეს ნიშნავს, რომ თუნდაც როცა ყველაფერი მას წინააღმდეგია, არქტიკული ძაღლი ყოველთვის იპოვის გზას. სხვა გასაოცარი თვისება არქტიკული ძაღლის არის მისი უნარი მოგზაურობად დიდი მანძილით. კვლევებმა აჩვენა, რომ ამ ცხოველებს შეუძლიათ გადადგმონ 3.000 კილომეტრი საკვების ძიებაში. ეს საწყისი სრულად ერთ კონტინენტზე გადმოსვლა იქნება. ეს მიგრაციის ქცევა არის გადარჩენის ძირითადი ნაწილი, რადგან ეს საშუალებას აძლევს ძაღლს ჭამოს საკვების წყარო სხვადასხვა დროს. მაგრამ როგორ უმკლავდებიან ამ ცხოველები რეპროდუქციის გამოწვევებთან ასეთ სასტიკ გარემოში? მრავალ მტაცებელთან შედარებით, არქტიკული ძაღლები უკიდურესად აღფრთოვანებულები არიან შვილების აღზრდაში. გაზაფხულზე, როდესაც ტემპერატურა ცოტათი მომატება, ქმრები ქმნიან და იწყებენ ნაპოვნი ბუდეების აშენებას, რომლებსაც შეიძლება ათობით შესასვლელი ჰქონდეს და სხვადასხვა თაობები გამოიყენონ. ქალი არქტიკული ძაღლი დაბადებს 5-15 პატარას, რაც არის იმ დიდი ზომის მფრინველისთვის. რადგან გარემო არ იკავებს, მამა და დედა ცვლიან ერთი მეორეს, რათა უზრუნველყონ საჭმლის მიწოდება პატარებს, რომლებიც უნდა გაიზარდონ სწრაფად, რათა გადარჩნენ მომავალ ზამთარს. და აქ მოდის ერთი საინტერესო ფაქტი, რომლის შესახებ ცოტა მიცის. არქტიკული ძაღლი არის ერთ-ერთი რამდენიმე სახეობა, რომელსაც შეუძლია გადარჩენა მხოლოდ ადამიანების მიერ დატოვებული ნაგვის ჭამით. ეს აჩვენებს, რამდენად ადაპტირებადია და გონივრულია ეს ცხოველი. მაგრამ ამავე დროს ეს გულისხმობს მნიშვნელოვან შეშფოთებას ადამიანის საქმიანობის გავლენაზე არქტიკაში. თბილობის ზეგავლენით გამოწვეული ყინულის დნობაზე, არქტიკული ძაღლის ბუნებრივი საცხოვრებელი ფრთხილად იკლებს და მისი საკვების მოძიება გახდება უფრო რთული.